მიწამთა დაბარი თები არათანაბარი ტყეში შიომ დაუბერა ისმის მისი საუბარი ყოველ საგანს ულევს ფერად მისწვე ჩვენის მენამზერა ასო ბგერა ისმის მათი ჟღერა მღერა ცას მოჭედილს ვარსკვლავით მოჭედილსას ნათობების ცვივა წვიმა ფიქრის ჯაფზე ვინაკინძავს სამაჯურად სიტყვის მძივად მოგესალმებით ვიხასო მეგობრებო და აი გადაი სანატრელი დღე ფინალის სიტყვების თამაში ჩვენ თამაშობთ ფინალს ეს არის დასკვნითი თამაში და მე ასე ვთქვათ სიხარულითა და სიხარულის ცრემლით ვიწყებ ჩვენი გუნდების წარდგენას პრინციპში არ ვიცი მეორე ადგილს ისეთი პრიზი აქვს რომ შეიძლება პირველსაც ჯობდეს ეს არის სვანეთში მოგზაურობა ოჯახისა და პირველი ადგილი უკვე გულიხანია მხრიდან დაანონსებულია რომ ეს არის პარიზის დისნეი ლენდში მოგზაურობა და არა მარტო დისნეი მაშასე ჩვენი ფინალისტები პირველი გუნდი გუჯაბიძეების ოჯახი გუნდის კაპიტანი დემნა ნატლია სოფო და დედა ალექსანდრა წარმატებები უსურვოთ მათ და ჩვენი მეორე ოჯახი ქორიძეების ოჯახი გუნდის კაპიტანი მარიამი ბიძა რატი და დედა ნანა უკვე შეიძლება ითქვას რომ ორივენი გამარჯვებული ხართ და უკვე რაღაცნაირად სიტყვების თამაშის ისტორიის ნაწილნი ხართ ორივე გუნდის წარმომადგენლები დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით ხართ ახლა და აი ამ ასე ვთქვათ ფინალურ აკორდში ვიღებთ მონაწილეობას ეს არის ზეიმი მიუხედავად იმისა, რომ თავის დაძაბულობა ახლავს. მაშასე დავიწყოთ თამაში პირველი რაუნდი. მაშასე ვიწყებ ფინალს, ფინალი გვაქვს სიტყვების თამაში. ძალიან ემოციური იქნება, დარწმუნებული ვარ მთელი თამაში. გამარჯვებული როგორც თქვი, ორივე გუნდია უკვე. არ ვიცი, გულწრფელად კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე იმდენად მიყვარს სვანეთი, რომ არჩევანი რომ მქონდეს, პირდაპირ სვანეთში წავიდოდი. ოღონდ პირველ ადგილზე გასულ. მაშასე ვიწყებთ თამაშს, წესებს აღარ ვიმეორებ. მცირედით იწყება კაპიტნებით თამაში, გუნდის სხვა წევრები იხევენ უკან, მათ აქვთ 900 ბგერა და 40 წამი. წარმატებები დემნას და მარიამს 900 ბგერა. და ეს 100 ბგერებია T D V U A P R O A მოვემზადოთ სამზომი ჩაირთო მაშასე დრო ამოიწურა. პირველი მქონდა მე უაფროთა. და მეორე მქონდა ყველა გამოვიყენეთ პროდიუსერმა ზემოდან ყურში მითხრა იმანაც დავუფაროთ ერთმანეთს სიტყვები. მაგრამ არ გამოგვივა სიტყვების დაფარო, აქ უნდა გავხსნათ სიტყვები და ხსნით დემნასგან, დემნა. ფარდა. შვენიერია, რამე ქულა აქვს? 11 ქულა, მარიამ. დათვო 13 ქულიანი. პირველი ქულა ქორიძეებს. მაშასე მარიამ ვინ თამაშობს? დედა. გთხოვთ ნანა და ალექსანდრა. პირველი შემთხვევაა, როდესაც დედები მე მგონი მეორე ეტაპზევე ერთვებიან თამაშში, იმიტომ რომ ძირითადად ინახავენ. მესამე. გაჭირვებისთვის ხოლმე. მაშასე 30 წამი და 900 ბგერა ალექსანდრასთვის და ნანასთვის. ხოლო ეს 100 ბგერებია B, Q, G, I, M, E, P, A. ყურადღებით. 30 წამი და წამზომი ჩაირთო.
დრო ამოიწურა, მაგრამ მე ბოლომდე სიტყვაზე ვიყავით მიჩერებული. რა შეიძლებოდა დაწერილიყო? არ იყო იოლი, მაღალქულიანი სიტყვის დაწერა, ვნახოთ რა გადაწყვიტეს დედებმა ალექსანდრა. გემი დავწერე. გემი. 7-ქულიანი, რომელიც მიცურავს სენაში, მაგალითად. დინარე. ნანა? ბაკი. ბაკი. ნახავთ ახლა ბაკი რა მნიშვნელობით არის დამკვიდრებული ჩვენთან, იქნებ სხვა მნიშვნელობა აქვს. ბაკი, როგორც ცხოველთა სადგომი, ითვლება და ანგარიში გახდა 2-0 ქორიძეების სასარგებლო. ახლა სოფო, ნათლია და რატი ბიძა კაპიტნების მონებრივია. მათ აქვთ ყველაზე რთული ამოცანა 20 წამი და 900 ბგერა. ვნახოთ 100 ბგერები. და ეს 100 ბგერებია. S A L X P X T T. ორი ხმოვანია, ყველაზე მაღალქულიანი გვაქვს P X T და T. თანაბარქულიანი 100 ბგერებია, მოვემზადოთ 20 წამი სამზომი ჩაიგდო. ნახოთ, ანგარიში არის 2-0 თამაშობდნენ რატი და სოფო, სოფო და რატი, სოფო თქვენ გავხსნით სიტყვას. ფხას. ფხას. გამოვიჩენთ ფხას და მოვიგებთ 11 ქულას. ახლა რატისგან გავიგოთ? თაფლს 13 ქულა. თაფლს 13 ქულა და 3-0. 3-0. ეს არის პირველი რაუნდის ანგარიში ქორიძეებსა და გუჯაბიძეებს შორის. ასეთი ანგარიში გვაქვს და ამ ანგარიშით გადავდივართ მეორე რაუნდში სახელწოდებით სიტყვების ლაბირინთი. მაშასე მეორე რაუნდი ფინალური თამაშისა, სიტყვების თამაშის ფინალში ანგარიშია ქორიძეებსა და გუჯაბიძეებს შორის 3-0 და ვიწყებთ მეორე რაუნდს. მეორე რაუნდი არის გუნდური, მოგეხსენებათ, სიტყვების ლაბირინთში უნდა დავიხსნათ სიტყვები. სამისოთ უნდა მოვისმინოთ მინიშნება და გავაჩეროთ დრო, მას შემდეგ რაც მე გამოვაცხადებ წამზომის ჩართვის ამბის შესახებ. მზად ვართ? მაშასე პირველი მინიშნება. იუპიტერის თანამგზავრი, რომელიც 1610 წელს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა. ასტრონომების ვარაუდით, მისი ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანეა წამზომი ჩაირთო. თანამგზავრი უნდა თქვათ? თანამგზავრია ეს. და დრო გააჩერეს გუჯაბიძეებმა. დემნა ვინ უპასუხებს? დედა უპასუხებს. უპასუხებს დედა ალექსანდრა. ფიქრობთ, რომ იო. არ არის პასუხი. იო არის ერთ-ერთი თანამგზავრი, მაგრამ არა ის, რაზეც ახლა ჩვენ გვაქვს საუბარი. დრო მიდის. რამდენი გვაქვს დრო დარჩენილი? აბა თუ დრო ამოიწურა, მარიამ თუ არ გვაქვს პასუხი? არა. არ არის პასუხი. იუპიტერს 6 თანამგზავრი აქვს და ეს არის ყველაზე პატარა მათ შორის. იცით ეს თანამგზავრი? იოც ერთ-ერთი მათგანია და ეს არის ევროპა. ევროპის, ასე ვთქვათ, დავასახელებ რიგს ციფრებისას 17, 26, 35, 44, 53, 62. აი ამ რიგით არის წარმოდგენილი ევროპა სიტყვების ლაბირინთში. ევროპა დარჩა იუპიტერის თანამგზავრად, ვერ გადმოვიყვანეთ იქიდან ჩვენთან სიტყვების თამაში და მეორე მინიშნება. მოვემზადოთ. ეს ტერმინი ხშირად შეგხვდებათ რობერტ სტივენსონის, ჟიულ ვერნისა და სხვა მწერლების საზღვაო რომანებში. ის გემის უკანა ნაწილს აღნიშნავს წამზომი ჩაირთო. და დრო გააჩერეს ქორიძეებმა. მარიამ ვინ უპასუხებს? დედა უპასუხებს. უპასუხებს ნანა დედა მარიამისა. ეს არის კიჩო. კიჩო მიღებულია 58, 67, 76, 80. მეორე ციფრი ზუსტად გითხარით მაინც? სწორია, სწორია.
კი ბატონო, სწორია, კიჩო. ანგარიშია 4-0, გავამხნევოთ გუჯაბიძეები. და ბოლო მინიშნება მეორე რაუნდისა, სიტყვების ლაბირინთში ბოლო მინიშნების დროა და ვნახოთ. მოვემზადოთ მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ძვერბერძნული მითების გმირთან ორფეოსთანაა დაკავშირებული, წამზომი ჩაირთო. შეგახსენებთ ეს ევრომდე იტალიური ფულის ერთეულიც ასე სახელდებოდა. და დრო ამოიწურა. კი არა და გუჯაბიძემა მანამდე გააჩერეს დრო და ვინ უპასუხებს? მე ვუპასუხებ. დემნა უპასუხებს თავად. ლირა. მიღებულია 16, 27, 38, 40. სწორია და პირველი ფულა მოიტანა კაპიტანმა. 4-1. წინ ქორიძეები არიან და წინ სიტყვების დუელია, ფინალური დუელი სიტყვების თამაში. და სიტყვების დუელი ფინალში შეგახსენებთ თამაშობენ გუჯაბიძეები და ქორიძეები. ქორიძეების სასარგებლოდ არის 4-1. ახლა ქულების რაოდენობა იზრდება და გამარჯვების შემთხვევაში ხდება 2 ქულა თითოეული სწორი ასე ვთქვათ, თითოეული ეტაპის გამარჯვებისას ჩვენ მოვიპოვებთ 2 ქულას. რაც ერთიორად ცვლის თამაშის, ასე ვთქვათ, დინამიკას და შესაძლებლობას. შეგახსენებთ პრიზებს, აქ ჩვენ დღევანდელ თამაში დამარცხებული პრინციპში არ ყავს, ეს არის პარიზის დისნეილენდის სადგური პირველი ადგილისთვის, ხოლო მეორე ადგილისთვის სვანეთში მოგზაურობა. მას ასე კაპიტნები დავტოვოთ მარტო ბარიერთან, დემნა და მარიამი და მათთვის განკუთვნილი სიტყვა. დისნეილენდი. მარიამ, დავიწყოთ შენგან 10 წამიდან. სენი. მიღებულია. ია. ია, არა გვაქვს. ია იმდენად ყველგან არის, რომ ეს ის შემთხვევაა პირველი, მე მგონი, როცა ია არ არის დასახელებულ სიტყვაში. ავტომატურად თქვი მე მგონი და ანგარიში გახდა 6-1. წინ გაიჭრნენ ქორიძეები. ქორის ფრენის სიმაღლისკენ მიიჭრებიან. და ვინი თამაშებს? დედები. დედები. ნანა და ალექსანდრა. ნანა და ალექსანდრა და მათთვის განკუთვნილი სიტყვა. საფრანგეთი. დავიწყოთ ნანა. ფრანი. მიღებულია. აფრა. მიღებულია. არფა. მიღებულია. ერი. მიღებულია. 10. მიღებულია. ერა. მიღებულია. 100. მიღებულია. სარი. მიღებულია. რე. მიღებულია. სი. მიღებულია. ფა. მიღებულია. საგა. მიღებულია. ია. მიღებულია. ფრე. მიღებულია. სიჩუმე დარბაზში 5 წამი 3 2 1 ანფასი. ითვლება? დრო იყო? ამოწურული იყო. სამწუხაროდ დრო ამოწურული იყო და 6-3 არის ანგარიში ახლა ბარიერთან სოფო და რატი. სოფო რატი. რატი სოფო. მოვემზადოთ, ნახოთ თქვენთვის განკუთვნილი სიტყვა. ეს არის დასასრული, ნახოთ როგორი იქნება ჩვენი თამაშის, ჩვენი მეორე რაუნდის დასასრული წამზომი ჩაირთო რატი. სასა. მიღებულია. სრული. მიღებულია. დასი. მიღებულია. სადა. მიღებულია. რული. ალი. რული, ერთი წამი. მიღებულია. თქვენი რა იყო? ალი. მიღებულია. დასის. მიღებულია. წავიდა. სადას. მიღებულია. სი. მიღებულია. სრულს. მიღებულია. სარი. სარი მიღებულია.
ერთი წუთი. ხილვად 5 წამი იას მიღებულია სარის მიღებულია რულს რულს მიღებულია სრულს სრულს იყო სრულს იყო ანგარიში გახდა 6-5 ერთი ქულაა სხვაობა ერთი ქულაა სხვა ru არ იყო რუს ru არა ბევრი ასე რომ უნდა დაიმახსოვრთ შეიძლება ხო რა ვიცი სია არ იყო მაშასე მეორე რაუნდი მესამე რაუნდი დასრულდა სიტყვების დუელი მინიმალური განსხვავებით 6-5 წინ ქორიძეები არიან წინ არის გადამწყვეტი რაუნდი დასკვნით რაუნდში ფინალურ რაუნდში სახელწოდებით კროსვორდი მაშასე ვიწყებთ დასკვნით რაუნდს ყველა ნერვიულობს მეც ნერვიულობ მარიამ რემნა ფინალის ანგარიშია აი ესეთი თანაბარი მინიმალური და ეხა გამოჩნდება ყველაფერი 54 საჯარო სკოლის მოწაფეები არიან ჩვენთან ერთად და მათ კითხვებს მოვისმენთ ფინალში მე ვფიქრობ გავუმართლოთ მათ რომ აი სწორედ რომ ფინალში დასვეს კითხვები ისევ კიდევ გაგახსენებთ, იცით, მაგრამ წამზომს დაელოდეთ. მე შეიძლება ეს წამზომი ვთქვა, თუ გადავწყვიტე რომ კითხვის ძირითადი ნაწილი, შინაარსობრივი ნაწილი უკვე გაჟღერებულია, შეიძლება ვთქვა, უკვე, ანუ მეც უნდა მისმინოთ. წამ უკვე ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გააჩეროთ დრო. ოღონდ ეს წამს უნდა იყოს ნათქვამი. პირველ დასაწყისი შემოთავაზებული უნდა იყოს დროის გაჩერების შესაძლებლობა, ჩემო ბატონო. მარიამი ირჩევს პირველ კითხვას. მარიამი ირჩევს მარიამს. და ვუსმენთ ყველანი მარიამს. გამარჯობა. მე ვარ მარიამ აისურაძე, 54 საჯარო სკოლიდან. ჩემი კითხვა პირველი ნომერია თქვენს კროსვორდში. ამ ხელსაწყოს სახელი ზუსტად ხსნის მის დანიშნულებას. მისი პირველი ნაწილი ძველი ბერძნულიდან ითარგმნება როგორც შორს. მეორე ნაწილი კი იგივე ენაზე ნიშნავს ხმას. წამზომი ჩაირთ. პირველი კითხვა მიდის აი ესე, ჰორიზონტალურად. ეს ხელსაწყო გავამარტივო? არ ვამარტივებ. არა. ქულებს კი არ გავხსნ. შორს და ხმა. და გადმოსცემს შინაარს ამ დანადგარისას. დრო იწურება, ნახოთ იქ გავრისკავთ თუ არა, მე მგონია რომ გაამარტივებენ. არა. მარიამმა გააჩერა დრო. ნახოთ, რისკია, იმიტომ რომ არც ერთის ასობგერა არ არის გახსნილი. და მარიამ, ვინ უპასუხებს? დედა უპასუხებს. დედა უარზეა. ლოკატორი. ლოკატორი, არა, ლოკაცია ნიშნავს ადგილს. ეს პასუხი არ არის სწორი. ნახოთ, პირდაპირ თუ გაქვთ პასუხი, მოგისმენთ. აბა დინამიკი. დინამიკი არის დინამიკასთან და არა შორსთან, ხმასთან. ვამარტივებთ. ჯერ წავიკითხავ კითხვას, მერე გამარტივდება და მერე ჩაირთვება წამზომი. ამ ხელსაწყოს სახელი ზუსტად ხსნის მის დანიშნულებას. მისი პირველი ნაწილი ძველ ბერძნულად ითარგმნება როგორც შორს, მეორე ნაწილი კი იგივე ენაზე ხმას ნიშნავს. წამზომი ჩაირთო. ქორიძეებმა დაგვასწრეს. გუჯაბიძეებო, მარიამი. მარიამ, ვინ უპასუხებს დროზე? სიტყვა. არ არის სიტყვა. გადადის ავტომატურად გუჯაბიძეებისკენ შესაძლებლობა სიტყვის თქმისა. ვინ უპასუხებს დემა? მე ვუპასუხებ. აბა გითხარით. ტელეფონი. სწორია, ტელეფონი. ფონოს. ანგარიში გათანაბრდა 6-6 თამაში. კი ვიფიქრე, მაგრამ აი პირველი ის ფონი ხმაა ყოველთვის. ფონოს. პატეფონი იქნება, მაგნიტოფონი იქნება, ტელეფონი, ტელეპორტაცია, ტელე ეს ნიშნავს შორს, მანძილს. ეს იყო ძალიან რთულად დასმული მარტივი სიტყვა, მაგრამ ფინალია, მეგობრებო, ფინალია. ანგარიშია თანაბარი 6 და მეორე მინიშნება, მეორე კითხვა 54 საჯარო სკოლიდან, რომელსაც დასვამს, დემნა ვინ დასვამს? კესარია. კესარია, უსმენთ კესარიას.
გამარჯობა, მე ვარ კესარია ნამიჭეიშვილი 54 საჯარო სკოლიდან. ჩემი კითხვა მესამე ნომერია. კარიბის ზღვის ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ერთ დროს მეკობრეთა საყვარელი თავშესაფარი. წამზომი ჩაირთო. რომელი კითხვა? მესამე შეკითხვა უნდა დაუგვიდოთ ყური. არც ერთი ასობგერა არ არის გახსნილი. ასევე ჰორიზონტალურად მდებარეობს ის სიტყვა, რომელიც თქვენ უნდა გახსნათ და გამოიცნოთ და იქ გახსოვთ იყო მეკობრეებზე საუბარი, კუნძულზე საუბარი და იმ კუნძულზე, რომელიც მეკობრეთა საყვარელი თავშესაფარი იყო. დარჩა 10 წამი და მე ვფიქრობ, რომ გუნდები არ გარისკავენ და დაელოდებიან გამარტივებას. ესეთი ეჭვი მაქვს. 4 3 2 1 დრო ამოიწურე. ეხლა მე ვკითხულობ კლავინდებურად ვიმეორებ კითხვას და მე ვაცხადებ წამზომის ჩართვის შესახებ და ამასობაში იხსნება 200 ბგერა. კესარიას კითხვა: კარიბის ზღვის ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ერთ დროს მეკობრეთა საყვარელი თავშესაფარი იყო. წამზომი ჩაირთო. კარიბის ზღვა გაიხსენეთ, მეკობრეები გაიხსენეთ. სახელმწიფო. ძალიან ვის გიყვართ? სახელმწიფო უნდა თქვა. კუნძული, რომელიც შეიძლება კუნძულოვანი სახელმწიფოც არის. მარიამი იყო. ბიძა უპასუხებს. უპასუხებს ბიძა, როგორც მარიამმა გადაწყვიტა და რატი თქვენი პასუხია? იამაიკა. იამაიკა სწორია. 7-6. მე ვაპირებდი ბობ მარლის მოშველიებას უკვე, მაგრამ არ დაგჭირდა. ერთი ქულა, ისევ ერთი ქულაა სხვაობა 7-6 დაწინაურდნენ კვლავ ქორიძეები და ახლა ისევ მარიამი აირჩევს 54 საჯარო სკოლიდან მოწაფეს, რომელიც დაუსვავს კითხვას მოთამაშეებს. ანა, უსმენთ ანას. გამარჯობა, მე ვარ ანა ქაჯაია 54 საჯარო სკოლიდან. ჩემი შეკითხვა მეორე ნომერია. ეს ამფიბია მისი ნათესავებისაგან განსხვავებით ხმელეთს მხოლოდ გამოსაზამთრებლად აფარებს თავს. ის შეხედულებით თევზს უფრო მოგვაგონებს. წამზომი ჩაირთო. უჯაბიძეები იყვნენ ძალიან მცირედით. წინ და დემნა, ვინ უპასუხებს? დემნა. მე უპასუხებ. აბა გითხარი. სალამანდროს ფიქრობთ. ხმამაღლა მითხარი? სალამანდრა. ნახე, პირველი ასობგერა არის ტ. აბა თუ არ არის? გააქვთ პასუხი? ერთი წამით დუმი სიჩუმე, ვინ უპასუხებს? ბიძა. ბიძა, რატი? უსმენთ რატის? ტრიტონი. სწორია. ურადღება და სწორი სიჩქარეა მნიშვნელოვანი აქ. ადეკვატური სიჩქარე. ანგარიშია 9-6. და შენ ირჩევ ხო დემნა? დემნა ირჩევს. დანიელი. აბა რას გვიწინას წარმეტყველებს დანიელი? გამარჯობა, მე ვარ დანიელ პირველი 54 საჯარო სკოლიდან. ჩემი კითხვა მეოთხე ნომერია თქვენს კროსვორდში. გისურვებთ წარმატებებს. პარიზში ამ მდინარეს 37 ხიდი ხვევს. წამზომი ჩაირთო. აუ, ერთდროული იყო. ორივე მოდით და ყურში მითხარეთ. იმიტომ რომ ერთდროული იყო. ორივე პასუხი სწორია, ორივეს ორ-ორი ქულა. სხვას ვერაფერს ვიზამთით. ეს არის სენა ბუნებრივია და ნეტავ ჩვენც ამდენი ხიდი გქონდეს ან ამის ნახევარი როგორც პარიზშია. 11-8 არის ანგარიში, განსხვავება არის 3 ქულა, წინ არის 2 კითხვა და ვთამაშობთ 4 ქულაზე. ასე რომ კვლავ ყველაფერი წინ არის. ეს არის ჭეშმარიტი ფინალი. ეს კითხვა მე ვფიქრობ გადამწყვეტი იქნება ორივე გუნდისთვის. აბა მარიამი ირჩევს? მარი. ვის ირჩევ? მარი. მარიამი თავის სეხნიებს ირჩევს როგორც წესი. გამარჯობა, მე ვარ მარიამ დგებუაძე 54 საჯარო სკოლიდან. ჩემი კითხვა მე-6 ნომერია. ეს ხალხური სიტყვიერების ნიმუში ბრძნულ დამრიგებლურ აზრს მახვილგონივრულად და სხარტი ფორმით გადმოიცემს. წამზომი ჩაირთო.
ქორიძეები. აბა, ვინ უპასუხებს? ბიძა უპასუხებს. უპასუხებს რატი. უპასუხებს ბიძა, რატი და უსმენთ რატის. ანდაზა. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიმარჯვეს ქორიძეებმა. დასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა. აი, ძვირფასო მეგობრებო, ამ ანდაზით ვებხის ყაოსნის უამრავი ანდაზა მოუხდებოდა ჩვენს თამაშს. როგორ გითხარით, დამარცხებულები მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ ყავს დღეს. ჩვენ სვანეთი გვინდოდა. მარიამი მიდის პარიზში, დემნა მიდის მესტიაში. აი ესე გადაწყდა ეს ამბავი, აი ესე გადაწყდა. ძვირფასო მეგობრებო, ეს 3 წელი ერთად ვიყავით. სიტყვების თამაშს თამაშობდით, ვიხსენებდით უამრავ სიტყვას, უამრავ ლექსს, პოეტურ ნაწარმოებს, ლიტერატურულ ნაწარმოებს. დიდი მადლობა იმისათვის, რომ მონაწილეობდით, ჩვენთან ერთად იყავით ამდენი ხნის განმავლობაში, მოხვედით ბოლო წამამდე და დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად თამაშობდა. მას ასე გაიმარჯვეს ქორიძეებმა, ქორიძეები პარიზში, გუჯაბიძეები მესტიაში. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გემშვიდობებით. ეს იყო სიტყვების თამაში. შვიდობით. ულოცავ.